ულტიმატუმი ხელისუფლებას ემზარკვიციანის მხარდამჭერები მთავრობას ერთვიან ვადას აძლევენ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაცვლელად. კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის თანამოაზრეები დღისჯერ პარლამენტთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქართული ოცნების ოფისთან გადაინაცვლეს. იმ შემთხვევაში, თუ განაჩენი არ გადაიხედება, კვიციანის მომხრეები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ემზარკვიციანის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით აქციის მონაწილეები 11 საათისთვის პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ. კვიციანის მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ზემო აფხაზეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული უდანაშაულოა და ის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია. 12 წელიწადი ეს აშკარაა სახეზეა, რომ ეს არის შეკვეთილი მართლმსაჯულება. გაასუფთავონ სასამართლო და პროკურატურა და დამთავრდეს ეს კოჰაბიტაცია. მოთხოვნა ის არის, რომ აიყვანონ პირად კონტროლზე და მიხედონ, გამოსწორდეს ეს შეცდომა. ყოფილი რწმუნებულის პატიმრობა ქართული ოცნების წევრმაც გააპროტესტა. სოსო ჯაჭულიანი ემზარკვიციანის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა. კვიციანის გათავისუფლებას დღეს ედუარდ შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნებიც მოითხოვდნენ. მე მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან ემზარკვიციანთან, რატომ ბაჩო ახალაიას და მერაბიშვილს 7 და 4 წელი და ემზარკვიციანს 12 წელი. ემზარს უკანონო ქმედება არ ჩაუდენია. სააკაშვილის დროს ის იყო პოლიტიკურ დევნილობაში, ჩამოვიდა და აღმოჩნდა პოლიტიკურ პატიმრობაში. ეს თუ გაატარა დღეს ხალხმა რა, ხვალ მივიღებთ იმავეს, საიდანაც თითქოს გამოვედით. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ქართული ოცნების წინ გადაინაცვლეს და ხელისუფლებას მათი მთავარი მოთხოვნის ემზარკვიციანის გათავისუფლებისთვის 30 დღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან. მეტის და მეტიც იქნება და ძალიან დიდი რეზონანსი იქნება ამის დაპატიმრებით. ძალიან ცუდი ამბავი იქნება. ხელისუფლების ბრალდებით რატომ ყოფილიც ხეში დღეს ჩემს ძმას. ემზარკვიციანის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის პარალელურად აქცია ქუთაისშიც გაიმართა. პარლამენტთან შეკრებილები ყოფილი რწმუნებულისთვის 12 წლიანი პატიმრობის შეფარდებას უკანონოს უწოდებენ. თუ აქციების შედეგს არ გამოიღებს როგორც თბილისში, ისევე ქუთაისში და სხვა საქართველოს ქალაქებში, ხალხი დაჯდება საშიმშილოდ მეომრები განსაკუთრებულად, რომელსაც ღირსება აქვს წართმეული ამ განაჩენით. განაჩენთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს უზენაესი სასამართლო გამოეხმაურა. დაინტერესებულ პირებს სასამართლოზე ზეწოლის შემცველი განცხადებების გავრცელებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან.